ლუარსაბ თათქარიძესავით პროფესიონალ ბატონებად რომ არ გადავიქცეთ, რომ არ ჩამოვრჩეთ პროგრესს და არ ჩავეფლოთ გაუნათლებლობის ჭაობში, პერიოდულად ჩვენს პოდკასტში ვისაუბრებთ პროფესიებზე, იმაზე თუ როგორ გვეხმარება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი თავისი მომსახურების გაწევით, რა სარგებლობა მოაქვს მათ და ზოგადად რა ხალხია ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი. დღეს ვისაუბრებთ არც მეტი არც ნაკლები ბუღალტრებზე, ბუღალტერიაზე და სტუმრად გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ახალგაზრდა ბუღალტერი, რომელიც უკვე 3 წელია მუშაობს ბუღალტრულ აუდიტორულ კომპანიაში, ვაჟა აბრამიშვილი. ვაჟა არის ეკონომიკის მაგისტრი, დოქტორანტურის სტუდენტი. ამ წლებში მან ბევრი რამ მოასწრო და მასთან ერთად განვიხილავთ სხვადასხვა სტერეოტიპულ მოსაზრებას, რომელიც ბუღალტერიაზე, ზოგადად როგორც საქმიანობაზე და ბუღალტრებზე არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენთან არის ქილა, საიდანაც ვაჟა პერიოდულად ამოიღებს ფურცელს და ესე შემთხვევითობის პრინციპით ვიმსჯელებთ მოცემულ ფრაზაზე. ვაჟა გამარჯობა. გამარჯობა. და როდესაც ამოიღებ აი ამ ფრაზებს, მოგეცემა საშუალება, რომ ცოტა ვრცლად ისაუბრო როგორც ბუღალტერიაზე, როგორც საქმიანობაზე და რა ტიპები ხართ მოკლედ ბუღალტრები აი ამის შესახებაც. მას ასე პირდაპირ დავიწყოთ. აბა. ბუღალტერია კაცის საქმე. ძალიან მაგარი. კარგი რომ პირდაპირ ეგ შეგხვდა. პირდაპირ გენდერზე გადავიდეთ. ხო, ბუღალტერია არ არის კონკრეტულად გენდერის ნებისმიერ კაცს და ქალს არ ვამბობ რა, იმიტომ რომ ზოგადად მე პირადად ვფიქრობ, რომ არ არსებობს საქმე, რომელიც კონკრეტულად გენდერის არის, ან კაცის, ან ქალის. და მით უმეტეს ბუღალტერია. თავიდან მაგალითად იყო ეგეთი ამბავი, რომ ძველ დროში რაღაც ესეთი სტერეოტიპები იყო ჩამოყალიბებული, რომ კაცმა უნდა იმუშაოს, კაცმა უნდა იაროს სამსახურში, ესე ოჯახში შემომტანი მამაკაცი უნდა იყოს და მეუღლე ანუ ცოლი ოჯახში უნდა იყოს, ბავშვებს მიხედოს რაღაცა. შესაბამისად ყველა საქმე იყო კაცის, მათ შორის ბუღალტერიაც და ფინანსებთან ფინანსებთან კომუნიკაცია რა, რადგან საქმე პირდაპირ ფულს ეხება. შემოსავლებს ოჯახის რჩენას ალბათ ხო? ამ ყველაფერს და თან ამ ყველაფერს ამძაფრებდა ერთი ის მომენტი, რომ კალკულაციებთან და მათემატიკასთან არის ხოლმე კავშირში და ხშირად მსმენია მაგალითად ისეთ ადამიანებზე, ვინც ესე ბუღალტერიასთან და ციფრებთან არის ახლოს, რომ რაღაცა თუ მაგალითად ქალია, ამობენ ხოლმე რომ ეს რაღაცა ბიჭის ტვინი აქვს. ამას საერთოდ ვერ ხვდები რას ნიშნავს და რას გულისხმობს, მაგრამ მე მაგალითად ოფისში სულ ვარ ესე ვთქვათ, უფროსებს არ გულისხმობ, თანამშრომლები 9, ერთი ყავს აუდიტორი და 8 ბუღალტერი. ამ 8-დან 7 არის გოგო, ქალი და მე ვარ მერვე რა, ბიჭი, კაცი. ხო და შესაბამისად პირიქით სტერეოტიპი რო იყოს უფრო ახლოს შეიძლება ჩათვალოს ვიღაცამ რა, მაგრამ ზოგადად არ განსაზღვრავს გენდერი არც ერთ საქმეს და განსაკუთრებით მით უმეტეს ბუღალტერიას, იმიტომ რომ ყველა შეგვიძლია ანგარიში და დღეს მით უმეტეს ეს ყველაფერი პროგრამაში ხდება, ჩოთქზე აღარ არის ეს ყველაფერი, პროგრამაში ხდება და ბევრად უფრო მარტივიც არის, ვიდრე ადრე იყო. ეს არის ძირითადი. აი, შენ დაკვირვებით დასაქმების ბაზარზე ახლა ბევრი ქალი ბუღალტერი გაჩნდა? დღეის მდგომარეობით რაღაცა ქალბატონები, გენდერულთან თანასწორობა, დარღვეულად თქმა უნდა არის, მაგრამ ქალბატონები უფრო ბევრია ვიდრე მამაკაცები. შენ დაკვირვებით არის სულ პირიქით? ჩემი დაკვირვებით არის პირიქით, იმიტომ რომ ჩემ ოფისში 7 კოლეგა მყავს ქალბატონი და მე ვარ მერვე. ხო და საიდან გამოდის კაცის საქმე მით ეს არ არის. ხო. მაგრამ არც პირიქით არ უნდა ჩავთვალოთ ეს ყველაფერი, რომ მაშინ ქალის საქმე ყოფილა. არა, კაცებსაც მშვენივრად შეგვიძლია და ზოგადად პიროვნული ამბავია რა, მე მომწონს ციფრები, ან არ მომწონს და კომუნიკაცია შემიძლია ამ ციფრებთან, მარტივად ან არ შემიძლია. შესაბამისად ხო, შეიძლება ეგ მოსაზრება იქიდან გამომდინარეც არის, რომ მათემატიკა ხო უფრო კაცის ხო, გამოთვლები და კალკულაციები. ბუღალტერია აქედან გამომდინარე ალბათ რაღაც ცოტა ხო მიჩნეული არის, რომ უფრო კაცის საქმე არის. რაღაც ავტომატურად მიეწერა, იმიტომ რომ ძველი ფილმებიც რო ნახო მაგალითად, რომელიც NASA-ზეა, რატომღაც კაცების ხედან ძირითადად და კაცები ანგარიშობენ და მიიჩნეოდა რომ კაცები იყო, მაგრამ
ბევრ ფილმშიც არის და რეალობაც რომ პირველი კოდი რომელთაც NASA-მ გაუშვა ხელით დაწერილი ფურცლებზე ქალმა დაწერა და პირველი რაკეტა კოსმოსში მაგით მაგ კოდის მიხედვით წავიდა რა. და შესაბამისად გამოთვლებიც არ არის მარტო კაცის საქმე, ქალებიც მშვენივრად ართმევენ თავს. კი, ზოგადად არა, მაგრამ აი როგორც ახსენე, რაღაცნაირად კულტურა აყალიბებს ხოლმე ასეთ კაცურ თუ ქალურ პროფესიებს, როგორ უწევს, თქვა ყოფაცხოვრებიდან გამომდინარე ადამიანებს და ალბათ რაღაც ეტაპზე ამ პროფესიაშიც უფრო მეტი კაცი წარმომადგენელი არის. შესაძლოა ახლა ვითარება შეცვლილია და ძალიან მიხარია. ზოგადად ძალიან მიხარია მართლა რომ ეს გენდერული სტერეოტიპები ირღვევა და აღარ არსებობს სულ უფრო ნაკლებად არსებობს კაცური და ქალური პროფესიები. ეს მხოლოდ კარგია, ეგრე მგონია რა. კაი, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. კი ბატონო. ამოიღებ. ხო, შეგიძლია დადო. შემდეგი. აბა, ნახოთ. ბუღალტრები ჩაკეტილი ხალხია. ხო, ვიცი რა მსმენია ეს. აბა, საიდან გამომდინარეა? და მე არ ვიცი საიდან გამომდინარეა, მაგრამ ამას რაც უარყოფს. კი ბატონო. ალბათ ანუ ძალიან რუტინული საქმეა, ადამიანები ვინც ბუღალტრიულ საქმიანობას ეწევიან სხედან და სულ განჯეტებთან არიან, ახლა უკვე მანამდე ალბათ ეს აი ამ მატერიალს იყენებდნენ ხოლმე, ალბათ ეგეც სტერეოტიპში რომ სხედვართ სულ. ხო, არ სხედხართ ხო? არა, არ სხედვართ. ხო და რაღაც ისეთი საქმეა რა, რაღაც თითქოს არაფერი განსაკუთრებული რო არ ჭირდება გარდა იმისა, რომ რუტინულად უნდა აკეთო გამოთვლები, Excel-ი და შესაძლოა იფიქრო, რომ კომუნიკაცია ხალხთან უფრო ნაკლებად უწევთ და შესაბამისად აქედან გამომდინარე არიან ჩაკეტილი ადამიანები. მაგრამ კი, გონია რომ სტერეოტიპული მოსაზრებაა. კი ბატონო. ბუღალტრები რო ჩაკეტილი ხალხი არა ვართ. ერთი ამ ყველაფერს ისედასტურებს, რომ მე დღეს აქ ვარ და პოდკასტში მონაწილეობას ვხებულობ. და ისედაც გიცნობ და არა ხარ ეგეთი? არა ხარ ჩაკეტილი ადამიანი? და მეორე ადასტურებს ამ ყველაფერს კონკრეტულ მაგალითზე რო განვიხილოთ, უფრო მარტივი იქნება როგორც წესი რა. მაგალითად, კომპანია, რომელიც ყოველდღიურად შეხება აქვს თავის პარტნიორ კომპანიებთან და ეს კომპანია ამ კომპანიების რიცხვი შეიძლება იყოს 10-ობით ან 100-ობით. ბუღალტერს უწევს თითოეული კომპანიის წარმომადგენელთან, იქნება ეს ბუღალტერი, მენეჯერი, დირექტორი თუ სტაფის წევრი, ყოველდღიური კომუნიკაცია შეიძლება უწევდეს და მე მაგალითად მიწევს იმის შესახებ, ანუ მაგალითად ჩვენ რომ მომსახურება გაგიწიეთ, ეს თქვენთან, ანუ რა პროცესში აღიქმება, სად იყო საჭირო, მაგალითად ჩემგან რა დახმარება გჭირდებათ ფინანსურ მხარეს, რომ თქვენ მაგალითად კიდევ უფრო მონდომებულები იყოთ და უფრო მეტი мотиваცია გქონდეთ ჩვენთან თანამშრომლობის, ან პირიქით მე მჭირდება გარკვეული ინფორმაცია, ჩვენ რო ეს თანხა გადავიხადეთ, როდის მოხდა გადახდა, მაგალითად ჩემთან რამე ინფორმაცია და ანუ მოსვლა და აგვიანა, რაღაც გამომრჩა მე ან თუნდაც ჩემს დამკვეთს, რომელსაც ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა და დაკარგა, ანუ ადამიანური ფაქტორია და ყოველდღიურად შეიძლება მოგიწიოს 10-ობით ადამიანთან ესე ახლო კომუნიკაცია, თან ეს კომუნიკაცია არ არის გამარჯობა, გაგიმარჯოს, რაღაცა 3-ჯერ 5. ესეთი ამბავი არ არის რა, იმიტომ რომ ძირითადად რო ვრეკავთ, რავი, საუბარი შეიძლება გაგრძელდეს 9 საათი, ანუ ჩვეულებრივი ამბავია, რომ ვარკვევთ სად რა, როგორ გვირჩევნია, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ანუ საქმეს როგორ უფრო წაადგება და როგორ უფრო უკეთესი იქნება ორივე კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით რა. ფინანსურ ჭრილში გულისხმობ, თორემ მარკეტინგში და მსგავსში ჩვენ არ ვეხებთ, ანუ HR-ში და მარკეტინგში აი ესე რო თქვა, ჩვენ არ ვერევით ფინანსების მხარეს რა. შესაბამისად, როცა ყოველდღე 10-ობით ადამიანთან გიწევს კომუნიკაცია, ჩაკეტილი ვერ იქნები. იმიტომ რომ ეს საქმე ამას მოითხოვს. ანუ რაღაცა ეფექტური კომუნიკაციის უნარებს ეუფლები, ხო? კი, ანუ ტექნიკებს ეუფლები, იმიტომ რომ დიპლომატიასაც კი სწავლობ, იმიტომ რომ ახლა ყველა ინდივიდი ვართ, ყველა პიროვნება ესე კონკრეტული მიდგომა შეიძლება იყოს საჭირო ნებისმიერ ადამიანთან და თავისებურად უნდა მიუდგე ისე რომ პირიქით იმ ადამიანს მოუნდეს შენი დახმარება ან შენთვის იმ ინფორმაციის მოწოდება, რაც შენ გჭირდება ამ ყველაფერში რა და ჩაკეტილი ადამიანები ხშირად ამას ვერ ახერხებენ. კი, ლოგიკა არის მაგაში. გარდა თქვა საქმიანი ურთიერთობისა, აი თუნდაც შენი თანამშრომელი ბუღალტრები. საქმის მიღმა, სამსახურის მიღმა რა ტიპები არიან?
საქმის აი მაგ სტერეოტიპის რამე გამამართლებელი მაგალითები შეგიმჩნევია თუ არაფერი აბსოლუტურად პირიქით, იმიტომ რომ მაგალითად ჩემს თანამშრომლებს ძალიან საყვარელი ხალხია. ერთი თანამშრომელი, რომელიც დღეს ჩვენი თანამშრომელი აღარ არის, ყოფილი კოლეგა, სამსახურიდან წავიდა და იმდენად ახლოს მეგობრობენ და იმდენად რაღაც, რომ ხუთშაბათ დღეს ვეძახით ხოლმე მარიამობას რა, იმიტომ რომ ესენი რომ ახლოს იყვნენ და რაღაცა, თანამშრომელი კი წავიდა, მაგრამ ყოველ ხუთშაბათს მიდიან კაფეში, ხდებიან, რაღაცებს განიხილავენ, გეგმავენ. სოციალური ადამიანები არიან. კი, იმაზე მეტად სოციალური, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინოს, ნებისმიერ ადამიანს რა. ყოველ ხუთშაბათს, მიდიან, გეგმავენ, ესეც ეხა ვიღაცამ რუტინაში არ ჩამოგვართვას. არის ხუთშაბათები, რომელიც ცდება და პარასკევს გადადის მაგალითად ანოთხშაბათს. და დანარჩენიც სულ ისეა, რომ დეკლარაციებს რომ მოვრჩებით და საქმე რა ცოტა შეგვიმსუბუქდება, თანამშრომლები გეგმავთ მაგალითად ამ შაბათკვირას შეიძლება არ გვეცალოს, მაგრამ შემდეგ შაბათკვირას სად წავიდეთ. აქ რაღაც ახალი მაგალითად რესტორანი გაიხსნა, კაფე გაიხსნა, რაღაც ახალი ადგილია, დასასვენებლად, ახალი წელია, სადმე ხوار წავსულიყავით და სულ ესე მოძრაობთ რა, ნაკეთიკით დავდივართ, ძალიან ისე დროს ვატარებთ, კარგად და სასიამოვნოთ რა და სულ არ გაკლიათ ასეთი ტიპის გასვლები არ გვაკლია რა, იმიტომ რომ მე ეს სამსახურშიც გეხმარება რა, თანამშრომლებთან სხვა ურთიერთობების, მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გეხმარება და თან პლუს გონებას ასვენებ და გონების გადატვირთვას ახდენ ამ ყველაფრით რა. გეთანხმები და ძალიან მიხარია. აქ რაღაც მომიჯნავე ფრაზებიც გვექნება ბუღალტრებზე და უფრო დეტალურადაც ვიმსჯელებთ. მოდი გადავიდეთ შემდეგ სტერეოტიპზე. შემდეგი სტერეოტიპი. აბა. რაო. ბუღალტერი ბიზნესის წილშია. ხო, ეგ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა. იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ მოკლედ ბუღალტრები არიან ის ადამიანები, აი რომელიც მოპარვაში ხო გეხმარება და რადგან მოპარვაში გეხმარება, მოკლედ ეგ ძალიან პირდაპირ არის კავშირში აი ამ ბიზნესის დირექტორთან და ყველაფერი ერთად ხდება რა. ხო და სინამდვილეში რა ხდება მოკლედ? წილში ჩაჯდომა ხდება ხოლმე? არაფრის წილში არ ვარ. რანაირად არის ეგ? საერთოდ ხო მოპარვაზეც მაინტერესებდა. კი ბატონო, მაგას ვისაუბრებ. ეხლა არ ვიცი როგორ ვილაპარაკოთ, რა ტექნიკები არსებობს ამ მოპარვის, მაგრამ ეგ მოდის რა საიდანაც, იმიტომ რომ ბუღალტერი მგონია ტიპი, რომელსაც რაღაც მოქმედებების ისე შესრულება შეუძლია, რომ რაღაცა დაიმალოს. შეიძლება ძალიან სტერეოტიპული მოსაზრება მაქვს მეც, მაგრამ ნახე, რაღაც კონკრეტული ფაქტების შესახებ ვიცი, რომ კი, ესე არის შესაძლებელია მოკლედ. რომ რაღაცების გვერდის ავლით ბუღალტერმა ისე შეავსოს, რავი, ეგ შენი დეკლარაცია თუ Excel-ის ფაილი, ეხლა უკვე ძალიან სიღრმშეული ცოდნა არა მაქვს და მაგიდან გამომდინარე შეიძლება ჩემი სტერეოტიპები აქედან გამომდინარეა, მაგრამ აი რაღაცნაირად ეგ მოპარვა და წილში ჩაჯდომა მე მაგიდან გამომდინარე ხერ ხდება. აი უთქვამთ რა ვიღაცებს ვინც სამსაქმიანობას ასრულებს სამწუხაროდ. ხო, მოდი ჩვენ ხო, წილი მითხარი და წილებზე ვისაუბროთ. და კონკრეტულად აი რა მოქმედებების შესრულება უწევს ბუღალტერს, აი ეგეც ვთქვათ, რომ მსმენელმა და მაყურებელმა კარგად აღიქვას სინამდვილეში მოკლედ რაღაცა დამარწმუნე შენ და დააწმუნა ის მსმენელი, რომ აი რასაც ავსებ, ვთქვათ, აი ამ ანგარიშებს და რაღაცა Excel-ის ფაილებს და მე ეს ყველაფერი კანონთან რო კავშირშია და რაღაცა დამარწმუნე, რომ მე ეგ აზრი აღარ მქონდეს რა და მსმენელსაც აღარ მქონდეს. და ვიღაცა რომ მაგას ეტყვის, რომ ბუღალტერი იპარავს და წილში არის, იმას შეძლოს, რომ არგუმენტირებულად უპასუხოს. აი ჩვენი პოდკასტის მოსმენის მერე. კი ბატონო. ხო, წილში რო ვართ ბუღალტრები, ეგ არის ძალიან ისეთი კარგი და ლამაზი ტყუილი. არაფრის წილში არ ვართ. ვინ მოგცა მაგის ბედი? ვართ რა. ეს ხუმრობით. მოკლედ ეგეთი ვარიანტია. ბუღალტრები, რომლებიც არაკეთილსინდისერად ასრულებენ თავიანთ საქმეს, ისე რამები ხდება, ალბათ? ხო, მაგაზე ელაპარაკი. ხდება, იმიტომ რომ როგორც ყველა საქმეში. კი. ყველგან არის გადაცდომები და ეს არის კონკრეტული ინდივიდიდან გამომდინარე რა. ისევე როგორც მაგალითად იურისტს შეუძლია იცოდეს კანონი იმდენად კარგად, რომ იმას გვერდი აუაროს. ზუსტად იგივე რაღაცნაირად არის ეს ზუსტად იგივე მომენტია ბუღალტერზეც რა და იგივე მაგალითად ექიმი რო აიღო,
აი ექიმა იცის იმდენი პრეპარატი და რომელი რას აკეთებს, რომ შეუძლია პირიქით დაგიმძიმოს ანუ მდგომარეობა, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ იმის პიროვნებაში ზის და უნდა რა. ხო და ბუღალტერები შესაბამისად თუ არაკეთილსინდისერად მუშაობენ და არაკეთილსინდისერად აკეთებს თავის საქმეს. იპარავენ? შეუძლიათ, მაგრამ დღეს შეუძლიათ მოპარვა, ხვალ უფრო სერიოზულ პრობლემაში? ხვალ უფრო სერიოზულ პრობლემაში გაიხსნენ და ეს შეიძლება ანუ მარტო ადმინისტრაციული სასჯელი არ ეყოს და შეიძლება სისხლის სამართალზეც გადავიდეს. ესეც ჩვეულებრივი ამბავია ყოფილა მაგის შემთხვევებიც რა. ხო და ბიზნესის წილში ყოფნას ერთს ვიტყვი რატო მოდის ძველ დროში როცა მაგალითად არაკეთილსინდისერი გადამხდელი ანუ კომპანია შესაბამისად ეძებდა თავის შესაფერის ბუღალტერს რომელიც შავს საქმეს შეუსრულებდა რა მოდი აქედან ეს ვქნათ და იქიდან ის ვქნათ და რაღაცა შუაში დაგვრჩება ერთი ნაჭერი ნამცხვარი კი ბატონო ხო და შესაბამისად მე იმათ წილში გაყავდათ რა მაგრამ დღეის მდგომარეობით ეს ყველაფერი ესე არ არის რა იმიტომ რომ ელექტრონულად არის ყველაფერი გადასული ფურცლებზე ერთი არგუმენტი ხო ფურცლებზე ანუ არაფერს აღარ წერთ და თავარი რაც არის სახელი და გვარი არ ეწერება არსად არის კონკრეტულად კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და შემოსავლების სამსახურშიც ვერავინ ვერ ხედავს ეს ვაჟა იყო თუ ტასო იყო რომელმაც ეს დეკლარაცია წარადგინა რა კონკრეტულმა შეპესემ წარადგინა დარღვევა შეპესეს მოეკითხება შეპესეს შიგნით როგორ აქვს უკვე თავისი სტრუქტურა განაწილებული ამას დირექტორი აკეთებს თუ ბუღალტერი თუ ფინანსური მენეჯერი ეს უკვე კონკრეტული კომპანიის საქმეა შესაბამისად რადგან ელექტრონულია ანუ ელექტრონულია ჩეკი, ელექტრონულია სასაქონლო ზედნადები, რითიც ყიდულობთ ამ ყველაფერს, ანუ რასაც გვაძლევენ საბუთს რა ჩამონათვალს, ელექტრონულია ანგარიშ ფაქტურაც და ელექტრონულია უკვე ფულიც. მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მაგალითად ბოლო წლების განმავლობაში ქეში არ მქონია. ქეში არ ხო? ანუ ბანკიც უკვე ელექტრონულია. ანუ ეს აღარ არის საჭირო დიწყო. ხო, ეს ფაქტურად აღარ არის საჭირო. და შესაბამისად, როცა ელექტრონულია და ციფრული სიზუსტით ყველაფერი იკრიბება და ჯამდება და პროცენტები გამოყავს, იქ არ რჩება ის ლაფსუსი, რომ ანუ ვიღაცას რაღაცა დარჩეს რა. არ არის. გაუმარჯოს პატიოსან ბიზნესებს და პატიოსან ბუღალტრებს. და მიხარია რომ შენ დაკვირვება ეგ არის, ეხა ბაზარზე ხარ, უფრო მეტად თქვა ერკვევი, ცოტა შიდა სამზარეულოში და იცი ეგ თუნდაც ეს გვერდისავლა, კანონის გვერდისავლა, რამდენად შესაძლებელია ბიზნესისთვის, მფლობელისთვის და აქედან გამომდინარე, ბუღალტრისთვისაც და მაინც მოდი ვთქვათ, რომ ინდივიდუალურ პატიოსნებაზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. კი, პიროვნულ ეთიკაზე ისევე როგორც ყველგან, არა მარტო ბუღალტერიაში, ნებისმიერ საქმეში პიროვნულ ეთიკაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული რა, იმიტომ რომ თუ ანუ ყველგან არის ლაფსუსი, რომლის ბოროტად გამოყენებაც შეიძლება. თუნდაც მაგალითად, რავი, ანუ მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა, ანუ არის ლაფსუსი ის, რომ რამოდენიმე 10-15 კილომეტრით გადაჭერება შეგიძლია რა და როგორც ეს ყველა აჭარბებს. ან ყველგან კამერა არ აყენია და მძღოლს შეუძლია რომ დაარღვიოს მოძრაობის. იცის სად აყენია კამერა და სად გადაურჩება ამ ყველაფერს რა და შესაბამისად, ხშირად ძალიან ცუდად მთავრდება ხოლმე. არა მარტო გზაზე, კომპანიებშიც და ბუღალტერიაშიც რა. ხო და შესაბამისად თუ პატიოსნად მუშაობ და სწორი გათვლა გაქვს იმის, რომ პიროვნებას თუ გაქვს იმის გააზრებული, რომ დღეს კი არა დღეს რო ვაკეთებ, მე ამას ხვალინდელი სიმშვიდისთვის ვაკეთებ, ესე თუ უყურებ ამ ყველაფერს, მაშინ საერთოდ არ გჭირდება არაფრის მოტყუება და დამალვა რა. ეხლა მძღოლები ვახსენეთ და გამიჩნდა, ასე ვთქვათ, იდეა, რომ მამა შენი, ბატონი ნიკოლოზი, რომელიც ძალიან საყვარელი ადამიანია და ასწავლის მოძრაობის წესებს, ადამიანებს, მართვის მოწყობის აღებაში ეხმარება ადამიანებს, როგორც თეორიული კურსი, ისე პრაქტიკული კურსი. მოვიწიოთ და აი ამ ყველაფერზე ველაპარაკოთ პროფესიონალ მძღოლებზე და პატიოსნად მართვაზე და წესებზე ვისაუბრებთ. ძალიან კაი. შემდეგი. ხო, ბუღალტერია მოსაწყენი საქმე. ხო, რაღაც იმას გავს, რომ ასე ვთქვათ, ჩაკეტილი ხალხიაო. ჩაკეტილი ხალხი რო ვართ და კომპიუტერ. და თვითონ პროფესია როგორია, აბა მოსაწყენია თუ არა. ბუღალტერია არ არის მოსაწყენი საქმე. თუ გიყვარს. თუ გიყვარს ერთი და მეორე მომენტი.
მოსაწყენი და რუტინად აღიქვავს ხოლმე კიდე ბევრი რა. როცა ეს ყველაფერი რუტინად, ზოგადად რუტინად გექცევა საქმე, რომელიც დიდად არ გსიამოვნებს და რაღაცა ცოტა დაძალებაზე გადადის რა. ანუ მინდა გადადის უნდაში. ანუ მინდა დავიძინო კი არა, უნდა დავიძინო. ეს ზუსტად ეგ ვარიანტია რა. სამსახურში წასვლა კი არ მინდა, უნდა წავიდე სამსახურში. რაღაცა ეგეთ ვარიანტზე რა. მე უკვე რუტინაში გადადის, მაგას გეთანხმები. მაგრამ ჩემთვის ბუღალტერია არ არის მოსაწყენი. ეს შეიძლება ხა ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ მთელი დღე, როცა სამსახურში ვარ და კომპიუტერთან ვზივარ და ციფრებთან მაქვს ურთიერთობა, სამსახურიდან რო გამოვდივარ, დაღლილი თუ არ რაღაცა, მეტროთი მოძრაობ საზოგადოებრივ ტრანსპორტით, რაც ძალიან მიყვარს მეტრო. სხვებმაც მიბაძეთ. აი ჩემთვის ყოველთვის სტუდენტობიდან მოყოლებული იყო, აი რაღაცა კიდე დამატებითი საქმიანობის ადგილი, მაგრამ წიგნის კითხვის, გონების დასვენების. კი, და მე ამ ყველა მეტროში სუდოკუს თამაშობ. ანუ ციფრები ხო დავამთავრე სამსახურში რა. ბევრ ციფრებს შევეშვი და 9 დავიტოვე. და სუდოკუში ხო 9 ციფრია რა და ამ 9 ციფრით ვთამაშობ რა. ძალიან მშვენივრად ვერთობი, ანუ დრო გამყავს, ვისვენებ, ხალისტები და რაღაცა თან გონების გავარჯიშებაშიც მეხმარება, რომ გამოვიდე იქიდან, რომ რაღაცა ახალი სხვანაირად შევხედო რაღაცებს. ეხლა რაც შეეხება მოსაწყენ საქმეებს. მოსაწყენი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, ვისაც ციფრები არც ისე კარგად ურთიერთობს, ვერც ხო, ცოტა არ უყვარს. და მეორე, მაგალითად, კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა საქმიანობას აწარმოებენ, ხო, ბუღალტერი არ არის მარტო ის ადამიანი, რომელიც ოფისში ზის, შენ რაღაცეებს ეუბნები და ეს რაღაცეებს აკეთებს. ნუ ეს რაღაცეებს ძალიან ბევრ რამეს შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ ბუღალტრებს გვიწევს მაგალითად კონკრეტულ ობიექტზე მისვლა, დათვალიერება, ანუ იქ როგორ აწარმოებს საქმეს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება არ გჭირდებოდეს, მაგრამ ინფორმაცია უნდა გქონდეს, იმიტომ რომ დღეს და ხვალ რომ დამფუძნებელმა და კომპანიამ რაღაც კონკრეტული ხარჯები გაწია, ეს უნდა გადავიაზროთ ჩვენ, ანუ სად ხარჯია, სად შესაბამის ხარჯია და კი ბატონო, მართალი ხარ და სად არ არის საჭირო ეგ ხარჯი და შესაბამისად ისევ იქ მივდივართ, რომ ანუ დასაბეგრი შეიძლება გახდეს რა, ეს ბუღალტრები ესე ვიზახოთ, ეგ დასაბეგრი ოპერაციაა რა. ხო და გვიწევს ობიექტზე გასვლა, ეს შეიძლება იყოს სამსახურამდე წასვლისას გაირბინო 1 საათით, შეიძლება იყოს ანუ თბილისში არ იყოს და იყოს მოშორებით, მაგალითად ან კახეთში, ან გუდაურში, ან ბაკურიანში და რამოდენიმე დღე მოგიწიოს იქ წასვლა, იქ რაღაცების დათვალიერება, ახსნა, კონკრეტულ საქმეში ჩახედვა, უშუალოდ კონკრეტული საწარმო როგორ ფუნქციონირებს, შიგნით ერთმანეთში რა დამოკიდებულება აქვს, ანუ ხშირად ესეც საჭიროა, იმიტომ რომ ჩემთვის ეხლია ეგ. კი, ხშირად ესეც საჭიროა, იმიტომ რომ მაგალითად იყო ერთი მომენტი, რომ ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი მირეკავს თავის კოლეგაზე, რამდენი აქვს ხელფასიო რა და მე რო ეხა ეს ხო კონფიდენციალურია, ანუ კონფიდენციალურია და ძალიან ისეთი ინტიმური ამბავია რა, ხელფასი და შემოსავალი რამდენი აქვს ადამიანს. და მე რო არ მწოდნო და ამ ადამიანის დამოკიდებულება რატო კითხულობდა, შეიძლება სხვას ეთქვა, მაგრამ მე რო ვიცი რატო კითხულობს და ესენი ერთმანეთისთვის ვინ არიან და რა საქმეს აკეთებენ, შესაბამისად უკვე ვიცი იქ რა ხდება. და რატო კითხულობს და ნუ ძალიან მარტივად ეგ ჩემი უფლებებს ცილდება მეთქი და თქვენს მენეჯერს ან უფროსს მეთქი მიმართეთ იქ გააკვით. ეგ ჩემი საქმე არ არის. ხო და შესაბამისად იქ ანუ ობიექტზე რომ მიდიხარ ერთობი. მე ვერთობი ყოველ შემთხვევაში რა, იმიტომ რომ იმ ყოველდღიურობას იმ ოფისის საქმეს მოწყვეტილი ხარ და იქ კონკრეტულ ანუ ძალიან ვიწრო სფეროში ხარ უკვე ჩასული და აი ძალიან ბევრ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე რომ ანუ თურმე მაგალითად სასტუმროში რომ მიხვალ რომ უკვე ეს შენი ობიექტია და მეორე მხრიდან უყურებ სტუმარი რომ მიდიხარ და რაღაცა ჩაი რომ მოგიტანეს და რაღაცა კრუასანი რო საჩუქრად მოაყოლეს, ჩაი შეუყვეთ და კრუასანი მოაყოლეს. შენ თქოს ძალიან სასიამოვნოა. კი, თავისთავად. და ამ დროს მე როგორც ბუღალტერი მეორე მხრიდან რო უყურებ, ანუ ამ კრუასანს რა მოყვა? ანუ იქ ხარჯი რომ მოყვა, იქ მთელი ამბები, ანუ ჩემთვის კი საჩუქარია, მაგრამ იმისთვის ეს რეალურად ხარჯია და უნდა აღიაროს რომ გაყიდა ეს კრუასანი რა და აი მეორე მხრიდან რო უყურებ, მე ხვდები და მე ძალიან ბევრ რამეს აფასებ სხვა კომპანიებისას. ანუ მე ეგრე ვარ ყოველ შემთხვევაში რა, რომ აი რაღაცა ძალიან მარტივი ჟესტიც კი ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ვიცი ამ ყველაფერს რა მოყვება და ბუღალტერს რამდენი შრომა მოუწია, რომ ეს ხარჯი მინიმალურამდე დაიყვანა, ანუ კანონის შესაბამის ფარგლებში დარჩენილიყო
და მე უკვე PR-ს და დანარჩენი ვინც არის, მარკეტინგი და მთელი ამბები, ეს ყველაფერი შეეთანხმებინათ და ამაზე ძალიან დიდი კომუნიკაცია მიდის ხოლმე, ხან რაღაცა ხუმრობებით არის ხოლმე, ხან დაპირისპირებით ხა თანამშრომლები არიან და ერთმანეთს არ უპირისპირდებიან, მაგრამ ეძებენ ოპტიმალურ და ესე კრეატიულ ამბავს რა, რომ აი ყველაზე კრეატიული რა იქნება, მომხმარებელს რა ესიამოვნება ყველაზე მეტად დღეს ჩვენგან და ოღონდ ჩვენ ამ ყველაფრიდან მინიმალური დანახარჯით მივიღოთ მაქსიმალური კეთილგანწყობა და შემოსავალი. ოკეი. თან ახლა ზუსტად შენი ნაზრებიდან გამომდინარე, ესეთი შეფასება გამიჩნდა, რომ აი თუ თქვათ ბუღალტერი მუშაობს ისეთ კომპანიაში, სადაც უფრო შემოქმედებითი საქმიანობით არიან ადამიანები დაკავებულები, ხო? კი. რაღაცა ხო ძალიან საინტერესო არის ასეთი ბუღალტრის, ამ ბუღალტრის თუნდაც ყოველდღიურობა, იმიტომ რომ უწევს პირიქით არამოსაწყენ ხალხთან ურთიერთობა და რაღაცა აი ესეთ პროცესებში მონაწილეობის მიღება. ხაშენ უბრალოდ ბუღალტრულ აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს, სადაც შეიძლება გარკვეულწილად მაინც ნაკლები იყოს შემხებულობა. იმიტომ რომ ესე ბიზნესებს უგვარებს, ზუსტად ეგეთი ტიპის ბიზნესებს უგვარებს. როგორ არის, მე მაგალითად ესე კონკრეტული მაგალითები რო გითხრა, ყავს ხალხო ბიზნესი ხო, რომ კლინიკას ვემსახურები, ოკეი, ჩამთვალე, კლინიკა, სასტუმროს ვემსახურები, სასტუმრო, საწარმოს ვემსახურები, საწარმოებს, ინდივიდუალურ ვემსახურები, სხვადასხვა სფეროში, ხო, სხვადასხვა სფეროში, ზოგი გაყიდვებშია, ზოგი რაღაცას, ზოგი მშენებელია. პრინციპში გასაგებია. და ფართო სპექტრია რა. ძალიან ფართო სპექტრია და თუ ეს ვიღაცისთვის მოსაწყენია, იმ კონკრეტული ადამიანისთვის შეიძლება იყოს მოსაწყენი, იმიტომ რომ ესე რო ვთქვათ, ბრჭყალებში ამ ყველაფერს ვერ დაუმუღამა. ხო, და არასწორ ადგილას არის და საერთოდ ამ ყველაფრისგან მიიღოს სიამოვნება რა. პროფესია არასწორად აქვს შერჩეული. კი ბატონო. კი, ძალიან სარწმუნო მოსაზრებები გამოთქვი, ვაჟი. აბა, შემდეგი. წეგან რაც თქვით, ბუღალტერი გეხმარება მოპარვაში. წეგან პრინციპში გავეცით ამას პასუხი, მაგრამ კიდევ ვთქვათ, რომ დღეს თუ ავიღებთ ესე, რადგან ეკონომისტი ვარ, ეკონომიკაში ნამცხვრის ნაჭრებით გვასწავლიან ხოლმე ხშირად. და დღეს თუ ავიღებთ ნამცხვრის ერთ ნაჭერს, რომელიც არ გვეკუთვნის, ხვალ მოგვიწევს მთლიანი ნამცხვრის დაბრუნება რა. და ეს ყველაფერი არ გადის დღეს შეიძლება დაიმალოს, მაგრამ ხვალ ბევრად, ხვალ უკვე თვითონ ყვირის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ბევრი რაღაცის ის გიწევს რა, დამალვა, დამახსოვრება და არ არსებობს მომენტი, რომ არ ესე რომ არ დაიწვა. ხო და შესაბამისად ახლა მოპარვაში გეხმარება კი არა, პირიქით არ გაპარვინებს რა, და არ გაპარვინებს კი არა, მე მაგალითად არის კომპანია, იყო ბოდიში, იყო კომპანია, რომელმაც თქვა, რომ აი ეს რომ რაღაცნაირად ცოტა ისე რომ შევფუთოთ რამენაირად რა და აჰა, ოკეი, მოთხოვნა იყო რომ რაღაც დამალვა. ხო, რაღაცას თუ გამოურჩებით რა, ხო და მაგაზე კონკრეტული პასუხი იყო ის, რომ ბოდიში ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ, იმიტომ რომ როცა თავში უკვე აზრად გაივლებ მაგას, რომ რაღაცა ისე შევფუთოთ, რომ რაღაცა დაგვრჩეს, იქ უკვე მარტო თავში გაივლი არ არის რა, რეალურად ნაფიქრი გაქვს გზებზეც ადამიანს. როცა მაგას ხამაღლა ამბობ რა და ეს ჩემთვის არის მიუღებელი ისევე როგორც ძალიან ბევრი და ჩემი კოლეგების უმეტესობისთვის. ჩემი კონკრეტულ თანამშრომლებს არ გულს, მაგრამ ზოგადად ბუღალტრებზე ვამბობ, იმიტომ რომ ბუღალტერის თავარი საქმე არის ერთი, რამოდენიმე რა. პირველი, სწორად ასახოს ხარჯები. მეორე, რამდენად შესაბამისი ხარჯებია და რელევანტურია ეს ამ ხარჯების გაწევა. შემდეგ შემოსავლები, იქნება ეს რაღაც კონკრეტული შეთავაზებული პაკეტიდან თუ კონკრეტული ერთი დეტალიდან, ერთი მომსახურებიდან, საქონლიდან და ამ ყველაფერზე, თითოეულ საქონელზე რას ხარჯავთ, რა რესურსს ხარჯავთ, იქნება ეს მარტო თანხაში არ არის ხოლმე როგორც წესი, იქნება ეს დრო, კონტაქტები და ძალისხმევა. ბუღალტრები, ესე რომ ვთქვათ, ძალიან მარტივად, ბუღალტრების მთავარი საქმე არის ერთი
ხარჯების სწორად ასახვა პროგრამაში. დღეს უკვე პროგრამაში ხდება ეს ყველაფერი, გაციფრულებულია აბსოლუტურად ყველაფერი, დეკლარაციის წარდგენა იქნება ეს თუ შიდა პროგრამა, რომელსაც კომპანია ვიყენებთ ხოლმე შიგნით, მაგალითად ბანკებთან წარსადგენად, რომ დავამტკიცოთ, რომ გადახდის უნარიანები ვართ, რომ ავიღოთ შესაბამისი კრედიტი ან ნებისმიერი რამე. ხარჯების სწორად ასახვა მე უნდა გავმოვთვალოთ მაგალითად თითოეული პროდუქტიდან ან მომსახურებიდან კონკრეტულად რამდენი ხარჯი გავწიეთ და რამდენი შემოსავალი მივიღეთ. ოღონდ ამას ვამატებთ აუცილებლად ჩვენს ძალისხმევას, იმიტომ რომ ძალისხმევის გარეშე არაფერი არ გამოდის და ხშირად ეს ძალისხმევა როგორ ანგარიშდება? დახარჯული დროის მიხედვით და შეგრძნების მიხედვით ან ნებისმიერ Excel-ის ფაილში მაგას როგორ ახსახავ? Excel-ის ფაილში ამას ვერ ასახავ. ეს უბრალოდ დამატებითად იცი. დამატებითად იცი. მაგრამ წარადგენ? საქმე? წარადგენ შეიძლება წარადგინო მაგალითად შიდა სივრცეში რა, მაგალითად მე თუ ვარ ბუღალტერი და ასო თუა შემთხვევაში რაღაც დამკვეთი, ან დირექტორი, ან მენეჯერი, ან რაღაც ნებისმიერი კონკრეტული პროექტის ხელმძღვანელი, მე შემიძლია ხარჯები ხო დავთვალე. და მაგალითად არის ხოლმე ეგეთი მომენტი, რომ ხარჯები დავთვალეთ, შემოსავლები დავთვალეთ, ამ პროდუქტიდან ამდენია მოგება. მაგრამ ამას მეორედ აღარ ვიზამ. აი გარიჯები ძალისხმევა რა, რომ იმდენად რთულია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი შეგიძლია, ამ ყველაფერს გაიაზრებ იმ კონკრეტულ მომენტში, რომ ერთი პატარა პროდუქტის შესაქმნელად მაგალითად 3 დღის განმავლობაში 200 ადამიანთან ქონდა კომუნიკაცია რა. ისევ იმას შევეხები, რომ ეს არის ჩაკეტილი ხალხია ბუღალტერები. რო არ არიან სინამდვილეში. ხო და ამდენ ხალხთან ქონდა კომუნიკაცია, ამას ამდენი დრო დასჭირდა და ამ ყველაფრის გაანგარიშება ხდება ხოლმე. რა ძირითადად დახარჯული დროის მიხედვით ხდება ხოლმე. კაც საათებით შეიძლება ეს როგორც თქვენ ვინც მომსახურებას ყიდით? ვინც კონკრეტულ პროდუქტს ქმნის. შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტია, მაგრამ ამის შექმნა იმდენად კომპანიის უთვლი ხო პროდუქტის შექმნა რა ძალისხმევად უჯდება? რეალურად რა უჯდება? პროდუქტის ნახე მარტივად რო ვთქვა, პროდუქტის შექმნა არ არის მარტო მიკროფონი რო შევხედოთ, რაღაც მიკროფონი ვიყიდეთ, კაბელი ვიყიდეთ და სადგარი ვიყიდეთ. რასაც ვხედავთ. ხო, რასაც ვხედავთ რა, იმიტომ რომ ამის უკან რეალურად ჩვენ ხალხის რესურსი დაგვჭირდა, რომელიც უნდა გაგვეგზავნა, უნდა მოეტანათ, უნდა აეწყოთ, უნდა დაედგათ, ეს ყველაფერი უნდა მერე პროგრამულად გაემართათ. ამ ყველაფრის ხარჯი არ არის მარტო თითოეული დეტალის ღირებულება რა. დრო, როცა ეს გაკეთდა? დრო და შესაბამისი დროის ანაზღაურება. მაგალითად, რაღაც ამ დეტალის აწყობას თუ 3 საათი მოუნდა ადამიანი, ჩვენ იმ ადამიანს ხო 3 საათის ხელფასი გადავუხადეთ. ეს შეიძლება 3 საათი თუ მოუნდა რაღაც მისაღები იყოს ამ კონკრეტული პროდუქტისთვის, მაგრამ 3 თვე თუ მოუნდა, ერთი და იგივე ადამიანს თუ ერთი მიკროფონის აწყობაში 3 თვის ხელფასს უხდი, ეს უკვე ყველაფერს ცდება და ესეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. მაგრამ მეტაკლებად განსაზღვრა ხდება ამ ყველაფერს. კი, ასე თუ ისე ხშირად უხეშად, მაგრამ მაინც ამას ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას და ვითვლით, რამდენად მისაღები არის და რამდენად შესაძლებელია რომ მე იმ პროდუქტიდან შესაბამისი მოგება შემოვიდეს კომპანიაში რა. და კომპანიებსაც ეხმარებით რომ დაფიქრდნენ ამაზე. კი, ხო, აქვე ერთი სტერეოტიპი გამახსენდა ბუღალტრებზე, რომლებიც ესეა რომ სუწარსულში ვიქექებით რა, ვითომ. და მართლა არ მსმენია ამის შესახებ რატო? ხო, იმიტომ რომ ბუღალტრის საქმე რასაც აკეთებს, ის ყველაფერი რეალურად უკვე მომხდარია რა. გადარიცხვა უკვე გაკეთებულია, ხარჯი უკვე გაწეულია, ხელფასი უკვე გადახდილია, კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და ასე შემდეგ. მაგრამ მან არის კიდე ერთი საინტერესო მომენტი. ჩვენ ამ შემთხვევაში წარსულში თუ ვიქექებით მომავლისთვის. ეს რას გულისხმობს რა? შარშან ჩვენ რო ეს კონკრეტული X პროდუქტი შევქმენით და ჯდებოდა რაღაც თანხა, კონკრეტული ერთეული, ხო? დღეს ამ პროდუქტის შესაქმნელად რამდენი დაგვჭირდა, მაშინ რა გქონდა მოგების მარჟა და დღეს რა უნდა გქონდეს, იმიტომ რომ საწარმოო მატერიალები გაძვირებულია ან გაიაფებულია,
უტრირებას არ ვაკეთებ. ანუ ფასები შეცვლილია საწარმოო მატერიალების, შესაბამისად რო გავყვეთ ამ ყველაფერს, ანუ და სწორი სტრატეგია დავგეგმოთ, ხვალ და ზეგ რა მიმართულებით წავიდეთ, რომ ანუ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. და ეს ანუ არ არის მარტო წარსულში ქექვა რა, წარსულში, წარსული აუცილებლად გჭირდება. არა მარტო ბუღალტრებს, ზოგადად ადამიანებს რა, საიდან მოვდივართ უნდა ვიცოდეთ და საით მივდივართ ეგეც უნდა ვიცოდეთ. და ბუღალტრები ზუსტად მაგ პრინციპით ვართ რა, ვარკვევთ საიდან მოვდივართ, ვასწორებთ, ვალაგებთ, რომ დავგეგმოთ საით მივდივართ და რა გვინდა და კონკრეტულ მიზნამდე რომელი უფრო მარტივია რა და წარსული გამოცდილების გამოყენება ძალიან კარგი რამეა, იმიტომ რომ შეგრძნებების დონეზე გახსოვს ადამიანს კონკრეტული საქმეში, ანუ სად რა მოხდა. შეგრძნებების დონეზე იცი ხოლმე ხშირად რა, იმიტომ რომ ხვალ მაგალითად ამ პოდკასტზე რომ დაჯდები, იცი დღეს რა მოხდა ვაჟიკოსთან რა და რა მომენტი იყო, რა მოგეწონა, რა არ მოგეწონა, რა უნდა შეცვალო რაღაცა და ბუღალტრებით შესაბამისად ვიქცევით რა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ხო, ამ კონტექსტში ძალიან საჭიროა რომ გაითვალისწინო მithuetes ბუღალტერიაში, იმიტომ რომ როცა მთელი წლის ბიუჯეტი უნდა გაწერო, შარშან რა შეცდომები დაუშვი და რა ლაფსუსები გაგეპარა, მაგრამ გადალახე, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები ადგილზე მიიღე. მომავალს გეგმავ მასე რა, იმიტომ რომ მთელი წლის ბიუჯეტი წინასწარ გვაქვს ხოლმე გაწერილი და შესაბამისად მიუყვებით და წლის ბოლოს რომ ეს ბიუჯეტი მართლდება და ჩვენი პროგნოზები მართლდება, ეს ძალიან გვიხარია ხოლმე, იმიტომ რომ არც ისე მარტივი ამბავია ამ ყველაფრის დაგეგმვა და პროცესში კიდე ძალიან ბევრი სირთულე იჩენს ხოლმე თავს, როგორც წესი. და წარმატება დიდწილად სუსტად ამ წარსულის ანალიზზე არის დამოკიდებული. გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენიერი არ მსმენია მაგ სტერეოტიპის შესახებ. მაგრამ ძალიან საინტერესოდ დამანახე კავშირი თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს წარსულის შეფასებას და ამ კონტექსტშიც ძალიან მნიშვნელოვნად წარმოჩინდა. ბოლო სტერეოტიპი დაგვრჩა, ვაჟიკო. ნახოთ რა გვაქვს. ნახოთ რით დავასრულებთ. აბა თითქმის გაგრძელება. ხო, ვიცი, იმიტომ რომ რაღაც მიწერია. ბუღალტრები არ არიან კრეატიულები. კი. წეგანაც ვამბობდი რა, მომავალზე როცა ფიქრობ ადამიანი კრეატიულობა გჭირდება, იმიტომ რომ წეგანდელის არ იყოს მარტო წარსულში არ ვიყურებთ რა, ჩვენ წინ ვიყურებით ხოლმე ძალიან ხშირად და უმეტეს შემთხვევაში და ბუღალტერმა დღეს უნდა გათვალოს პროდუქტი, ანუ პროდუქტი არ უნდა გათვალოს ბუღალტერმა რა, პროდუქტს სხვა ვერ უნდა გათვალოს, მაგრამ ბუღალტერმა უნდა გათვალოს კონკრეტული პროდუქტისთვის გასაწევი ხარჯები დღეს, რომელიც უნდა გაიწიოს მაგალითად დეკემბერში ან ერთი წლის შემდეგ. და ეს ყველაფერი უნდა დათვალოს მომავალი დროით, რამდენად ღირებული იქნება. რამდენად ამ პროცესში შემოქმედებითი აზროვნება სჭირდება ბუღალტერს? კი, იმიტომ რომ ბუღალტერმა მაგალითად უნდა გათვალოს, რამდენად მოთხოვნადი შეიძლება იყოს შემდეგი წლის ზაფხულში, მაგალითად გუდაურის კურორტი. სხვა კურორტებიდან გამომდინარე. ანუ რაღაცები უნდა გაიაზროს, რამდენად მოთხოვნადი იქნება შემდეგ წელს ეს ყველაფერი და რამდენად ეღირება, რომ დღეს რომ მაგალითად მე გაუზის გაკეთებას ვაპირებ, როგორც დამკვეთი, ბუღალტერმა რაღაცები უნდა გათვალოს და ანუ რელევანტური ხარჯია თუ არა, ეგ უნდა თქვას რა. ბაზრის ანალიზი გიწევს, ხო, ბაზრის კვლევა გიწევს. და ასევე კრეატიულობასთან დაკავშირებით მახსენდება მაგალითად კოვიდის პერიოდი. აბა რატო? იმიტომ რომ მაშინ ძალიან საწყის და ფაქტიურად არ ვიყავ ბუღალტერი, იმ პერიოდის ვაჟიკოს ბუღალტერს არ ვეძახი, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანია მსოფლიო ბაზარზე და არა მარტო ქართულ ბაზარზე გადაარჩინა კრეატიულობამ იმ კონკრეტული გამოწვევების წინაშე, როდესაც დადგნენ ძალიან ბევრი კრეატიული, ეხლა შეიძლება არ გამახსენდეს, მაგრამ ძალიან ბევრი კრეატიული გადაწყვეტილება მიიღეს არა მარტო ბუღალტრებმა, ანუ ჩვენზე არ ბუღალტრებზე იმ დროს როდესაც ხარჯების დანახარჯები მეტი იყო შემოსავლების შემცირება, ამას გულისხმობ ხო? შემოსავალი არ იყო და ხარჯები უკვე გაწეული იყო და ფაქტიურად ესე რაც ჩიხში იყო ძალიან ბევრი ბიზნესი შესული რა, აი ეგეთ რაღაცას ხო მაგალითად ვერავინ ვერ გათვლის. რომ რა ვიცი 2 წელიწადში დაიწყება რაღაც პანდემია და მე დღეს რომ ინვესტიცია და ხარჯების გაწევა დავიწყე, მივალ იქამდე და უცებ დამხვდება რაღაცა ბლანკი, კედელი რა.
ანუ მაგას ხო ვერ გათვლის და იმ კონკრეტულ მომენტში როცა გადაწყვეტილებაა მისაღები ძალიან სწრაფად და ისე კრეატიულად უნდა მიიღო გადაწყვეტილება რაღაცები გადააფასო, გადათვალო და ანუ შეიძლება უფრო კარგი ესე რომ ვთქვათ, უფრო მეტი მოგება დაგრჩეს, ვიდრე გეგმავდი იმ კონკრეტული კრეატიული გადაწყვეტილების გამო, მაგრამ შეიძლება არ დაგრჩეს იმდენი მოგება და უბრალოდ ესე რომ ვთქვათ ჟარგონს გამოვიყენებ, თავისი თავი ამოიღოს რა. ხო, მაგრამ ეს კაია კრიზისის დროს. კრიზისის დროს ეგ ძალიან კაია, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, როცა ანუ ზარალზე მეტი, ანუ ზარალს თუ გასცდი და თუნდაც თავის თავი ამოიღო, ეს უკვე ძალიან კაი ვარიანტია რა. ანუ რამდენად მე შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ ბუღალტრები არიან თან ის ადამიანებიც, რომლებიც აი ამ ტიპის ძალიან სწორ, კრეატიულ თუნდაც ხანდახან გადაწყვეტილებებში ეხმარება ბიზნესს. კი. ბიზნესის წარმომადგენლებს. ხო. იქნება ეს ფინანსური გადაწყვეტილება თუ რაღაც კონკრეტული ამიტომ რაღაცა აი მაგალითად რაღაც აქტივობის განხორციელება რომ უნდა. აი ბუღალტერს შეუძლია რომ დააკენსელოს ეგა, ხო? თქვას რომ ეს მომგებიანი არ იქნება? პიროვნულად არ უნდა ქნა, ანუ ნახე პიროვნულად არ უნდა ქნას, ეგ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ უნდა იყოს რეალურ ფაქტებიდან გამომდინარე. შეუძლია ურჩიოს, რომ ანუ არ გიღირს ხო. აი მაგალითად ერთი კონკრეტული დამკვეთი არის მაგალითად რომელიც ნუ გამოირჩევა განსაკუთრებული ნდობით ჩემდამი და ჩემი კომპანიის მიმართ რა. და აქ ხოლმე ესეთი მომენტი რომ ანუ ამ კონკრეტულ პერიოდში ვგეგმავ ამას. შენ რას ფიქრობ, ანუ რამდენად რელევანტურია ეს კონკრეტული საქმე? ანუ ეს კონკრეტული პროდუქტი და მომსახურება რო შევთავაზო ხალხს ამ დროს და მეორე ამ რელევანტურობის მერე ანუ რელევანტური თუა რამდენად მომგებიანი იქნება ეს ჩვენთვის სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ანუ დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით რამოდენიმე თვეში ეს ყველაფერი რამდენად რელევანტური იქნება რომ მე ხალხს და საზოგადოებას მივაწოდო და ამ ყველაფერში გვჭირდება ხოლმე არა მარტო კრეატიულობა და წარსულში ქექვა აბსოლუტურად ყველა უნარის ჩართვა კომუნიკაცია რაღაც ძალიან ხშირად გვჭირდება ხოლმე პირადი კონტაქტები, ანუ სამსახურიდან გამომდინარე კონტაქტები ხშირად არ გშველის ხოლმე და რაღაცებში პირადი კონტაქტების გამოყენება გვჭირდება, მაგალითად მე რო ტასოს ვიცნობ, ეს შეიძლება ტასო შეიძლება ჩემს სამსახურთან არაფრით არ კავშირდება, გარდა ანუ დააკავშირო. შუამავლობით ხო და ამ შემთხვევაში მე ტასოსგან რაღაც ინფორმაცია მოვიძიო, გავარკვიო და ეს ყველაფერი მე გამოვიყენო აქ გადაწყვეტილების მიღებაში, ან თუ იმდენად საჭირო პიროვნებაა ტასო, რომ პირდაპირ უთხრა, რომ ანუ მე შემიძლია დაგაკავშიროთ ადამიანს, რომელიც ამას ჩემზე ბევრად კარგად გააკეთებს და ეს ორი ადამიანი დავაკავშირო და მე ძალიან ისეთი წარმატებული და კარგი კავშირები მიდის ხოლმე და ყველა როგორც ისე ბოლოს ბედნიერია რა. ხო და ძალიან საინტერესოა. კრეატიულობის გარდა აბსოლუტურად ყველა უნარის ჩართვა და აქტიური გამოყენება გვჭირდება ხოლმე ბუღალტრებს საქმიანობაში რა, იმიტომ რომ იქნება ეს წარსული, იქნება დღევანდელი დღე თუ იქნება მომავალი, რაღაცები უნდა გადავალაგოთ, გადავახარისხოთ ხოლმე და კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც კომპანიისთვის, ქვეყნისთვის და პიროვნებისთვის სამისთვის კარგი იქნება რა. საუკეთესო ვარიანტი თანაბრად რო გავანაწილოთ ერთი დიდი ნამცხვარი. აი გქონია ხო თუ არა ეგეთი შემთხვევები, როცა შენ ანუ დამკვეთის ასე ვთქვათ იდეის განხორციელებისას აი რაღაცა შენი აზრი მიგიწოდებია დამკვეთისთვის, აი მას უთქვამს რაღაც, მაგრამ შენ როგორც ბუღალტერს, რომლის თავშიც ახლა ძალიან ბევრი ციფრია, მოგება, წაგება, აი ყველაფერი ანგარიშდება ალბათ უკვე ავტომატურადაც შეგითავაზებია ისეთი იდეა, რომ მაგ მიზნამდე, რაც ვთქვათ, ბუღალტერს უნდა, იმას რა ქვია, დამკვეთს უნდა, კომპანიას უნდა, შენ რაღაც კონკრეტული იდეით მიშველები ხარ. ყოფილა თუ არა ეგეთი შემთხვევა? კი, ეგეთი შემთხვევა ყოფილა. ანუ მაშინ ნახდათ კრეატიული ხალხი ყოფილხარ. ანუ აი მაგალითად იყო ეგეთი ვარიანტი, რომ სასტუმრო, რომელიც მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს და რაღაც ძალიან აქტიური და კარგი სასტუმროა და სეზონზეც ძალიან კარგი ზააქ. რაღაც ესეთი ახალი უნდა და რაღაც. მაგრამ ზუსტად არ იცოდა? ზუსტად, ანუ იცოდა ვინ იყო იმისი სამიზნე სეგმენტი იცოდა? ხო, სამიზნე ხალხი იცოდა რა, ვისზე უნდა გაიკეთებინა ეს მომსახურება, მაგრამ არ იცოდა ეს ყველაფერი ანუ აქედან როგორ უნდა გამოსულიყო რა და ანუ იმიდან გამომდინარე რომ საგადასახადო კოდექსის ცნობა და ცოდნა მაქვს და რაღაცა შემიძლია კიდე ანუ არის ხალხი იგივე
თვითონ ჩემს სამსახურში, ანუ არ ვიბრალებ რო ყველაფერი ვიცი თავისთავად, მაგრამ არის ხალხი, ვინც კონკრეტულ მიმართულებით იცის ჩემზე ბევრად მეტი და შესაბამისად შემიძლია მივიდე და კითხვა დავსვა, რომელზეც ამომწურავ პასუხს მივიღებ. თუ ამომწურავ პასუხს ვერ მივიღებ, იმათმა იციან ხალხი, ვისგანაც მიიღებენ ამომწურავ პასუხს და მაკავშირებენ. ანუ ესე რომ ვთქვათ, ერთი ჯაჭვური რეაქციით მივდივართ ხოლმე სხვადასხვა საბოლოო ჯამში რა და ამას შევთავაზეთ აბსოლუტურად ახალი ვარიანტი. ანუ თვითონ რაც ვფიქრობ და აბსოლუტურად ახალი ვარიანტი, რომელიც განხორციელებაც უკვე დაიწყო და თითქმის ნახევარი გაკეთებული აქვს რა. ძალიან მაგარია. ხო და შესაბამისად ახლა ანუ რაღაც ეს ფორმა მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ხო, ანუ როგორ შეიძლება რომ მიიღწია აბსოლუტურად ახალი ვარიანტი იყო და კონკრეტულად ის საქმე ხო გამოვა, რაც უნდოდა რომ გამოსულიყო და ასევე თავისი საწარმო საიდანაც ჩვენთან არის, ანუ ჩვენ რაზეც გვაქვს კომუნიკაცია, იმ საწარმოსაც კი ძალიან მაგრად ეხმარება რა ეს ყველაფერი, ანუ იმ საწარმოს გაუწევს თვითონ თავის საკუთარ საწარმოს გაუწევს პოპულარიზაციას საკუთარი, ანუ თავისი შექმნილი პროდუქტით რა. ხო, ანუ ეგეთი მაგარი იდეა შესთავაზეთ, ხო? კი. შენ აღარ ხომ ბუღალტრები აღარ ხომ პატარა ეკოსისტემას ჩამოიყალიბებს ის ადამიანი ცოტა ხანში ერთი საწარმოთი მეორე საწარმოს პოპულარიზაციას გაუწევს და პირველით მეორეს ესე რომ წაადგება რა. მე პირეცაურებში შეგიძლია რომ გამიზიარო. კი ბატონო. არ არის პრობლემა. მოკლედ, ისეთი ხალხი ყოფილხართ, რომ აი ერთი ბუღალტერი სამეგობროში რო უნდა ყავდეს ადამიანს. ეგ ვიცით ხოლმე მე ვიცი მაგათ იურისტებს ეგ მოსაზრება, რომ ერთი იურისტი უნდა ყავდეს სამეგობროში და ბუღალტრებიც ეგ ხალხი ყოფილხართ. ჩემს მას ყავს ახლა გამახსენდა ერთი იურისტი ძალიან ახლო მეგობარი რა და რაღაც ფართო წრეში რო არის ხოლმე ეს იურისტი ადამიანს, ანუ რო გაცნობის მომენტია ხოლმე, რო ეკითხებიან პროფესიით ვინ ხარო ძალიან ისეთი გოგოა რა, ნაზი და მოწესრიგებული რაღაც მე შახტება რა. ვაიმე. მე შახტება რა, აი იურისტს რო იგებ ხოლმე, ყველას ხო რაღაცა სადაო თითო კვადრატი აქვს. ყველას უჩნდება რაღაც კითხვა, უნდათ რომ მოუგვარონ პრობლემა. ხო და ნუ მე შახტება. ძალიან საინტერესოა. მართლა სხვანაირად შევხედე ეგ ულტრფელად ამ საქმიანობას, იმიტომ რომ ჩემთვისაც ეს იყო, აი ძირითადად ვეთანხმებოდი ამ სტერეოტიპებს. რომ ესეთი რუტინა, მართლა მოსაწყენი საქმე კი, გასაგებია რომ ადამიანებს უნდა უყვარდეთ ის, რაც საკეთებენ და ნაკლებად მტანჯველია ეგ, მაგრამ ეხლა შე როგორც შემახედე, აი რაღაცნაირი უნება გაქვს ამ საქმიანობისადმი და უფრო საინტერესოდ მომეჩვენა და თან თვითონ პროცესიც ჩემთვის უფრო ცხადი გახდა. რომ არც ეგეთი ის არ არის, რა ქვია, ერთფეროვანი საქმიანობა არ არის და ძალიან პირიქით ძალიან ბევრი ადამიანთან კომუნიკაცია გიწევს, აი ამ გადაწყვეტილებების მიღებაშიც ეხმარები ბიზნესებს და მართლა რა ვიცი, წარმატების მიღწევაში, კარგი მომავლის შექმნაში, აი ამ წარსულს უწესრიგებ, აწმყოს ამ შემთხვევაში და რაც წარსულად იქცევა. ხო, რაც თავი არიპარავს, შენ ხარ ეგეთი ბუღალტერი, რომელიც არიპარავს, წილში არ ზის, კრეატიულია, არ არის შენთვის ეს საქმიანობა მოსაწყენი, კიდე რა გქონდა? ხო, ჩაკეტილი არ ხარ? ჩაკეტილი არა. და არც იმაზრს ეთანხმები, რომ ბუღალტერია არის კაცის საქმე, იმიტომ რომ ყავს 8 ქალი თანამშრომელი? 8 ვართ, 7 თანამშრომელი. ხო, 7 ქალი თანამშრომელი. რაც მართლა უნიკალური შემთხვევა ალბათ, ხო? ხო, პრინციპში. ნამდვილად სწორად გილასხარ, რომ აქ საუბრობთ სტერეოტიპებზე, რომლის გაქარწყლებასაც წარმატებით შეეცადე. მოკლედ, სულ ეს იყო. ფიქრობ, როგორც ჩემთვის გახდა ეს სფერო და ეს ადამიანები უფრო მეტად საინტერესო, ასევე მსმენელისთვის, მაყურებლისთვისაც აღმოჩნდა სასიამოვნოდ მოსასმენი. ერთი ბუღალტერი, ესე იგი სამეგობროში მართლაც უნდა ყავდეს, იმისთვის რომ ისინი დაგვეხმარონ წარმატების მიღწევაში. თან ეხლა რაღაც ისეთი დრო მოდის, რომ აი სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ბიზნესის კეთებას. და ძალიან მნიშვნელოვანია აი საწყის ეტაპზევე ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ ამ ყოველფრის განსაზღვრა. შემოსავალი რა იქნება, მაგას რა ხარჯი ჭირდება და პროფესიონალისგან რჩევის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცი რა მაინტერესებს, არსებობს თუ არა ეგეთი მომსახურება აი თქვენს კომპანიაში, რომ მოკლედ აზრი დაგეკითხო. ანუ ის კი რაღაცა კონკრეტული. აი ხა მე ხო კონსულტაცია. ძალიან დიდი მადლობა რომ სტორიის სიტყვა შემომაჩვენე. კონსულტაცია. ეს არის ცალკე მომსახურება, სერვისი, რომელიც შემიძლია რომ შევიძინო თუ როგორ არის იცი? ეს არის კონკრეტული კომპანიიდან გამომდინარე რა. ხალხი ამას ცალკე მომსახურებად ყიდის, მაგრამ ნუ ჩემს კომპანიას ცოტა რაღაცებში განსხვავებული მიდგომები აქვს რა, მაგალითად. კონსულტაცია
რა ვიცი, ვიცი და გაგიზიარებ რა პრობლემაა, მაგას როგორ დაგიჭერ, ანუ ცოდნის გაზიარებას როგორ მაგრამ ეგ მომსახურება იყიდება? ზოგადად იყიდიან თუნდაც ზოგადად კი იყიდება. პირადად ასე ვთქვათ. ძალიან ხშირი არის, რომ ანუ კონსულტაციები იყიდება. და კომპანიებიც ყიდიან ხოლმე, ხო, კონსულტაციებს? კი, კომპანიებიც ყიდიან. ჩემ კომპანია კონკრეტულად მომსახურებას არ ყიდის. ოკეი, გასაგებია. იმის საფუძველზე, რომ ანუ დღეს რო კონსულტაციას გაგიწევ და რაღაცებს დაგილეკებ და რაღაცები, სამომავლოდ ერთი ახალი დამკვეთი მყავს. ანუ ხო, ეგ ხო, მაგით არის. ითვლება ხოლმე, რომ სამომავლოდ თანამშრომლობ და ანუ თვითონ ახლა კონკრეტულად პიროვნების განვისაც საქმის დაწყება უნდა, ანუ და ნოლიდან რო უკვე გამართულ პროცესამდე მოხვედი ამ პროცესში ისეთი ნდობა გიყალიბდება ადამიანთან, რომელმაც ეს ყველაფერი იცის უკვე და ახალთან უნდა მიხვიდე და აუხსნა და რაღაცეები. მას არჩები მე რა ბიზნესის სამოწყების ძალიან კომფორტულად ხარ რა და კომფორტულ მომსახურებას გთავაზობენ ხოლმე როგორც წესი. გთხოვმით ხარ ძვირია ეს მომსახურება? არა. ცალსახად არ არის ძვირი. ანუ აი კომპანია რო დაიქიროს, აი თქვათ მცირე ბიზნესმა რო დაიქიროს ერთი ბუღალტერი თვეში მოდი საშუალო თქვათ რა ხარჯია ეგ? გააჩნია რა უნდა კომპანიას. ერთი არის კომპანიები, რომლებიც კონკრეტულად ითხოვენ, რომ ბუღალტერი უნდა ყავდეს ოფისში და უნდა ეჯდეს გვერდზე კაბინეტში. ეგ ძვირია. იმიტომ რომ გადავხედოთ ახლა საშუალო ხელფასს. ხო, ფაქტობრივად აღარ იძლევა საშუალებას ბუღალტერს რომ ადამიანი როცა კვირაში 40 საათი შენთან ზის ოფისში, იმას უნდა გადაუხადოს შესაბამისად სრულფასოვანი ხელფასი, რომ იმისი ინტერესები და მოთხოვნილებები იყოს დაკმაყოფილებული. თუ არ ზის შენთან ეს არაეფექტური არის მისი საქმიანობა თუ ასე ვერ იქნება? არა. მაგალითად, ეს კვირა შვებულებაში ვარ და შემდეგ კვირა დისტანციურად ვმუშაობ. ანუ ოფისში არ ვზივარ. და არავისთან არ ვზივარ კი არა, ჩემ ოფისშიც არ ვზივარ. ანუ სადაც მინდა იქ დავჯდები. იმიტომ რომ ლეპტოპი მაქვს და всё, ინტერნეტი მაქვს, ლეპტოპი მაქვს, მაშინ მუშაობ და შემიძლია. ანუ ბუღალტერს შეუძლია დისტანციურადაც დასაქმდეს. ოფისზე მიჯაჭვულები არ ვართ. კიდე ერთი პლუსი, რომ ეს საქმეობა არის მიმზიდველი. ხო. როცა კომპანიას აუთსორსზე გააქვს ყველაფერი, მე უკვე აუთსორსის რეალურად ხომ აგიტოა, რომ კონკრეტული კომპანია არის დასპეციალიზებული კონკრეტულ მიმართულებაზე და ამ ყველაფრის თვითღირებულება მცირდება მასშტაბის ეკონომიის გამო. შესაბამისად, ბევრად იაფდება ბუღალტერის მომსახურებაც. ვაჟიკო, შენ რამდენად გაქვს იდეა, რომ შენი მომსახურების კომპანია გააკეთო? ბუღალტრული მომსახურების კომპანია. აი, გიფიქრია მაგაზე? თუ ჯერ ძალიან. მაგაზე იმ ჯარისკაცს რა უთხარი, ვისაც გენერლობაზე არ უფიქრია? ზუსტად. შესაბამისად, ეგ არის პასუხი. ძალიან კაი. დამიხარია. და გისურვებ მაგ იდეის განხორციელებას. იმიტომ რომ რაც მეტი პატიოსანი, ასე ვთქვათ, ადამიანი იშრომებს და აკეთებს თავის საქმეს, ანუ პურის რომ მეპურე გამოაცხობს, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების, რა ვიცი, საიდუმლოც, გასაღებიც და ასე შემდეგ. გისურვებ წარმატებას. მადლობა. ძალიან ვისიამოვნე შენთან საუბრით, მეგობრული საუბრით და მაქვს იმედი რომ მენელისთვის ამაყურებლისთვისაც ეს საუბარი ჩემსავით სასიამოვნო აღმოჩნდა. ეს ასე, არ ყოფილან ცუდი ხალხი. მომავალ შეხვედრამდე სხვა პროფესიის წარმომადგენლებსაც გაგაცნობთ და ვისაუბრებთ სტერეოტიპებზე გავრცელებულ აზრზე და გავიგებთ სინამდვილეში რაშია საქმე. აბა, ნახვამდის. დროებით.